ერთი დღე ჩემი სოფლის ცხოვრებიდან. ერთი დღე ეხლა ვალ მანქანით მაღალ მთაზე და იქიდან გადმოხედავ ჩვენ სოფელს, შემდეგ წავალ იმ ქალაქში, იმ რაიონში, სადაც მე დავიბადე და 13 წელი ცხოვრობდი. წამოდი ჩემთან ერთად. ეს არის ჩვენი სოფლის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი მამაღლების კომპლექსი. ბევრი ასეთი ულამაზესი ადგილი შეგხვდება გზაზე. ეს ის ადგილია, სადაც ამოვდივარ ხოლმე ველოსიპედით, როცა სოფელში ვართ, აქ როცა ვისვენებთ გზაფხულობით. ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი და აქედან უკვე ნენა იწყება დაღმართი კახეთისკენ. დღეს ესეთი ექსკურსია გვექნება კახეთის მხარეში. ძალიან მაგარ ადგილას გავჩერდით და უნდა გაჩვენოთ ახლა ეს ადგილი. აი აქ უკვე თავდება თიანეთი, აი აქ აღარ არის უკვე თიანეთი, უკვე იწყება კახეთის რეგიონი და ახლა დაგანახებთ კახეთი როგორ იშლება აქედან ხელის გულივით. როგორც სიღნაღიდან ჩანს, ალაზნის ველი მთლად ასე არა, მაგრამ არც ნაკლები ხედი არის. აქაც ჩვენი ულამაზესი კავკასიონი და ესეც კავკასიონის ძირში ჩაფლული კახეთი. აბა თუ ვინმე იცის ეს რომელი ქალაქია, რომელი რაიონია, შეგიძლიათ ჩვენს გაგვიზიაროთ. გორი შორს არის, საკმაოდ მაღალზე არის. ჩავიდეთ, ნახოთ რა ხდება კახეთში. ესე იგი, თიანეთიდან კახეთისკენ როგორც კი დავეშვებით, აი აქ ხდება ერთ-ერთი ციხე ქალაქი კვეტერა, რომელიც ეხლა ხანს გააკეთეს, რესტავრაცია გაუკეთდა. ამიტომ აქ რო არავიდეთ და არ ვნახოთ ეს ადგილი, არ გამოვა ამ ხელა გზაზე წამოსულ ვართ. მოდი ვნახოთ რა ხდება ზევით. სადაც მოგინდებათ ამ ადგილის დათვალიერება, არ ინანებთ, გზა იდეალურად გაკეთებულია. აქ პარკირება შეგიძლია რომ გავაჩეროთ მანქანა, აგერ გვაფრთხილებენ. მეტროლის ზონა არის და ამიტომ არ არის სასურველი მანქანით ოლომდი ასვლა. ეხი დავიდეთ. აი აქ ჩანს ქალაქის გალავანი. როგორც ჩანს, აი აქ იყო გალავანი, იმიტომ რომ ნანგრევები აი აქამდე გამოდის. აი ესეც ნანგრევები არის. ეს ციხე ქალაქი ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილი იყო, იმიტომ რომ აქედან გადაცემა ხდებოდა ინფორმაციის, თუ მტერი შემოესწევდა საქართველოს, ამ ადგილიდან გადასცემდნენ ხოლმე ინფორმაციას. როგორც წეღან ზემოდან გადავიღე, ვიდეო მთელი კახეთი ჩანს აქედან და კახეთში ინფორმაცია აქედან გადაიცემოდა. ნახეთ, ხა რამდენად გამოჩნდება კადრში არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაღალზე ვართ. ძალიან მაღალზე ვართ. აი იქით ხეობა ედინება, ეს იქიდან ჩამოდის მდინარე. იქით სახლები ჩანს. მგონი სოფელი არის ერთ-ერთი.
საკმაოდ მაღლა ვართ და საკმაოდ საინტერესო ადგილას. ავიდეთ ბოლომდე. აი ესეც კვეტერის კოშკი, რომელიც ერთგვარ ინფორმაციის გადაცემას ემსახურებოდა. მაშინ არ იყო ინტერნეტი, არ იყო SMS-ები, მეილები, ამიტომ ეს არის მაშინდელი მეილი. აქ დაინთებოდა ცეცხლი და მთლიანად კახეთის რეგიონს გადაეცემოდა ინფორმაცია მტერის შემოსევის შესახებ. ძალიან საინტერესო ადგილი არის. ასე ხდებოდა ზემოდან. თვითონ აქეთ იყო მანიშნებელი, აქედან გადასცემდნენ კახეთს, კახეთის ტერიტორიაზე. ბახტრიონზე დაინთებოდა ცეცხლი და მთლიანად იქით ხარეს გადასცემდნენ თელავში, შემდეგ სიღნაღში. მოკლედ ყველა ადგილას იყო ინფორმაციის გადაცემა, სადაც შემდეგ უკვე მზადება იქნებოდა ომთან წინააღმდეგობის გასაწევად. აი ეს არის შიგნით ასეთი ასასვლელი არის. შეგვიძლია რომ ავიდეთ. ძალიან საინტერესო. ეს არის ის საფეხურები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ააშენეს. რამდენი ფეხი დადგმულა ამ ადგილას. ჩვენი ძვირფასი წინაპრების მებრძოლების, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ვაუ. აი ეს არის ზუსტად ის ადგილი, საიდანაც მთელი კახეთი ჩანს, რა თქმა უნდა, მაშინ ეს ხეები არ იქნებოდა, რომ აქ ცეცხლის დანთების შემდეგ გადაცემული ყოფილიყო ინფორმაცია ომის შესახებ. დიდება უფალს. ვართ ახლა იმ კოშკზე. ძალიან მაღალი ადგილი, რომელიც მთელს კახეთს გადაყურებს. ახლა ჩავიდეთ და კვეტერის ციხე დავათვალიეროთ. ის კოშკი შიგნიდან რო გაჩვენოთ, ესე იგი ეს ხო კირით არის. და ნახეთ უბრალოდ როგორი სიმეტრიულად არის დაცული და ახლა ეს კიბეები, მაშინ არმატურა ხო არ იყო, უნდა ყოფილიყო ისე მყარად, რომ სიმძიმეს და დატვირთვას გაეძლო. და მინდა გითხრათ, საოცრად არის შემონახული. ძალიან ოსტატურად არის აშენებული და აი ესეთი წინაპრები ყავდა, რომლებიც არქიტექტურაშიც, ბრძოლაშიც, ომშიც და მოკერიებაშიც და ასე რომ თქვა რწმენაშიც მაგრები იყვნენ. აი ეს კოშკია, ესე ჩანს აქედან. ამის თავზე ვიყავით ასულები. აგერ ამოვედით კვეტერის ციხე ქალაქში და ჩვენს ნიშნება საოცარი ნაგებობა, ისტორიული. აი ეს არის კვეტერის ის ტერიტორია, სადაც ძალიან ძლიერი ციხე ქალაქი იყო. როგორც ისტორია ამბობს, მე-6 საუკუნიდან აი ამ ადგილას ფიქსირდება ცხოვრება. მე-6 საუკუნიდან. ესეც ეკლესია. როგორც ამბობენ, გუმბათოვანი დარბაზის სტილი არის კიდევ აქ, როგორც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილი იყო მთელი კახეთისთვის. როგორც ეგანო ამბობდე, აქედან გადაიცემოდა ინფორმაცია ქვემოთ ტერიტორიაზე, ბახტრიონზე. იქაც იყო ერთ-ერთი კოშკი, როცა აქ ქვემოთ ინთებოდა ცეცხლი და ქვემოთ მთელი
კახეთის დასაწყისით ხედავდა შემდეგ ბახტრიონზე დაინახავდნენ ბახტრიონზე დაანთებდნენ ცეცხლს უკვე იქით მხარეს ალავერდისკენ და შემდეგ თელავისკენ გადაეცემოდა თელავიდან სიღნაღისკენ წავიდოდა ინფორმაცია შემდეგ რა თქმა უნდა იქით მარტყოფი თბილისისკენ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იყო როგორც კი დავუშვებით თიანეთიდან ჩვენში გვხვდება აი ეს ადგილი აი აქ როგორც ჩანს შესანახი იქნებოდა შეიძლება წყლის რეზერვუარიც ყოფილიყო ძალიან ლამაზი ადგილი არის თანდაბლიდან რო ჩანს როგორი ამაღლებულ ადგილზე არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურა არის რომელიც აი ამდენი ხანი არის ესე საოცრად შემონახული ნახეთ საოცარი არის ნუ შემდეგ უკვე მე-11 საუკუნეში მოიხსენიება აქ მეფების მემატიანეები გესაუბრება არის წყაროები სადაც კვეტერის ციხე არის და ქალაქი მოხსენებული მოდი გარედან მინდა განახოთ აი ეს კედელი რამხელა არის და როგორი დაცული ბურჯი აქვს გვერდზე ნახეთ უბრალოდ შეხედე როგორი არქიტექტურა როგორი მშენებელი იყო მაშინ ჩვენი ერი ნახეთ ოღონდ არ ვიცი რამდენად ჩანს კადრში ეს არის მთლიანად ბურჯში ჩაშენებული შემდეგ კედელი შემდეგ აქეთ გამოდის ეს ბურჯი და არ ვიცი რამდენი მეტრის იქნება ეს სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტია და წარმოიდგინეთ როგორი არქიტექტურა არის ეს არის ჩვენი საოცარი საქართველო და ჩვენი წინაპრები ჰალელუია მადლობა უფალს საოცარი სილამაზეა საოცარი ადგილია ჩვენი ისტორია რომელი კურთხეთს თითოეული გოჯი თუნდაც კედლის თუნდაც მიწის ძალიან დიდ ისტორიას გვიყვება აი ეს კედელი უკნიდან რომ გაჩვენეთ ეს არის მოდი ახლა ეკლესიაც ნახოთ შიგნიდან მე ვარ ნამყოფი ადრე რამდენჯერმე და თქვენს გაჩვენებთ ესეც არქიტექტურა სურათი გადავიღოთ არის თელი ისტორია უფალო იესო ქრისტე დალოცე ჩვენი ერი აკურთხე დაიცავე ყოველი მტრისაგან ყოველი ბოროტებისაგან იყოს ისეთი სათნო თითოეული ჩვენთანგანის მდგომარეობაც მოქმედებაც გულიც სურვილებიც და საქმეც როგორიც შენ გინდა რომ იყოს და შენ ამცნე კაცობრიობას მთელი დიდება ჩვენს უფალს ამენ როგორი საინტერესო ადგილი არის აი აქ გადიოდა მთლიანად კედელი თავისი ჩაშენებული ბურჯებით აი ეს ბურჯები აკრავს ამ გალავანს საინტერესოა ძალიან ლამაზი ჰაერში ვართ ფაქტიურად და როგორი სტრატეგიულად იყო ეს ადგილი შერჩეული პირდაპირ ბექობზე და რამდენი საუკუნეა რაც დგას რამდენი საუკუნეა რაც ეს კედლები არსებობს ესე ჩვენი კვეტერა გავაგრძელოთ კახეთისკენ გზა
ყველა ადგილი მახსოვს ბავშვობას. ეს არის ჩემი სკოლა. მოდი დავათვალიეროთ ეს ქალაქი და ისიც დაწერეთ კომენტარებში რომელი ქალაქია. კახეთის ერთ-ერთი რაიონი, ქალაქი არის მუნიციპალიტეტი. აქადრე მახსოვს შუქნიშნებიც კი იყო. აი აქ შუქნიშნებით რეგულირდებოდა მოძრაობა ჩემს ბავშვობაში. მოდი დაგათვალიერებთ. ვისაც არ გინახავთ დიდი ხანი. ვინც სადმე ხართ წასული. აი ეს ადგილები სულ გადახსენეთ ბავშვობას. ეს სახლი. ცენტრი. ჩავტო. ანიშნებელს ესეც აქ ძველი სასტუმრო იყო და ეს ხეივანი. ერთ-ერთი პარკი. სიყვარულის ხეივანი ერქვა ადრე, ეხლა არ ვიცი. როგორც წავიკითხე ალბათ ჩოლოყაშვილის სახელობის არის. ეს ძველი ელმახი ვისაც გახსოვთ. ეგ წყალი იყო ხოლმე. ძალიან ინტერესანტი საპროექტო ბავშვობაში. ჩემ მოსულაკ. ეგ ჩემი მუშაობა. ესეთი ლამაზი რაიონია დღესაც. ჩვენი ახმეტა. ვინც გამოიცანით, ხომ გამოიცანით. და ვინც ვერ გამოიცანით, გეტყვით რომ ეს არის ახმეტა. სადაც 13 წლამდე გავატარე ბავშვობა. 13 წელი აქ ცხოვრობდი. მადლობა უკას.